მოგესალმებით. ვაგრძელებთ ვიდეო ლექციების კურს ციფრული სისტემების არქიტექტურა 1-ში. ჩვენ დღევანდელი სალექციო თემა არის კომპიუტერის არითმეტიკა. კერძოდ, როგორ ხდება აჯანყის, გამრავლების, გაყოფის და არითმეტიკულ-ლოგიკური ოპერაციების შესრულება კომპიუტერის მიერ. პირველ რიგში უნდა გავარჩიოთ, როგორ ხდება ნიშნიანი და უნიშნო მთელი რიცხვების, ასევე ცოცავმძიმიანი რიცხვების და ბიტ ვექტორების წარმოდგენა კომპიუტერის არითმეტიკის დროს. რაც შეეხება ბიტ ვექტორს, ბიტ ვექტორი გამოიყენება დაძვრის ოპერაციების განსახორციელებლად. ჩვენ უკვე, როდესაც მონაცემთა წარმოდგენა განვიხილეთ, მაშინ ვილაპარაკეთ გამრავლების დროს დაძვრის ოპერაციაზე. აქედან გამომდინარე, ბიტ ვექტორები დაგვჭირდება როგორც დაძვრის ოპერაციების, ასევე ერთი ბიტის გადაცემის ან ბიტის დასუფთავების და გადასვლის შემთხვევაში. დაძვრის ოპერაციებს რაც შეეხება, არსებობს ორი ტიპის დაძვრა. ერთი არის ლოგიკური დაძვრა, ხოლო მეორე არის არითმეტიკული დაძვრა. და ისინი ჩაიწერება შემდეგი სახით. კერძოდ, SRL ნიშნავს, რომ ეს არის ლოგიკური დაძვრა მარჯვნივ, ეს არის ლოგიკური დაძვრა მარცხნივ. დაძვრა ხდება კაციფრით, ხოლო ცარიელი ადგილების შევსება ხდება ნულებით. ის გამოიყენება გამრავლება-გაყოფის შემთხვევაში. რაც შეეხება ლოგიკურ არითმეტიკულ დაძვრას, ის გამოისახება SRA, SLA-ის საშუალებით, შესაბამისად ეს არის არითმეტიკული დაძვრა მარჯვნივ, ეს არის არითმეტიკული დაძვრა მარცხნივ. აქაც დაძვრა ხდება კაციფრით, არითმეტიკული დაძვრა ბიტის ნიშანს ინახავს და შემდეგ დანარჩენი ცარიელი ადგილების შევსება ხდება ნულით და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არითმეტიკული დაძვრის დროს მარჯვნივ ხდება ცარიელ ადგილებში ნულების კოპირება, ხოლო არითმეტიკული დაძვრის დროს მარცხნივ ყველაზე მაღალ თანრიგში დგომი ბიტი არ უნდა დაიწერეს. შემდეგ სლაიდზე ხედავთ უკვე მაგალითის სახით თითოეული დაძვრის ოპერაციის შემთხვევებს, კერძოდ, ხედავთ აქ, როგორ ხდება ლოგიკური დაძვრა მარჯვნივ. ეს არის რიცხვი წარმოდგენილი, დაძვრის შედეგად ხედავთ, რომ მოხდა პირველი მაღალი თანრიგის ნულით შევსება, ხოლო დანარჩენი დაიწერა შემდეგნაირად. ეს არის ლოგიკური დაძვრა მარცხნივ, ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ, რომ დაბალი თანრიგი შეივსო ნულით, ხოლო დანარჩენი დაიწერა მარცხნივ. ეს არის არითმეტიკული დაძვრა მარჯვნივ, როდესაც ხედავთ, რომ პირველი მაღალ თანრიგში მდგომი რიცხვის ციფრი შენარჩუნებულია, ხოლო დანარჩენი არის დაძვრული და აი ამ შემთხვევაშიც ხედავთ, რომ მაღალ თანრიგში მდგომი რიცხვის ციფრი შენარჩუნებულია, დანარჩენი დაიწერა მარცხნივ, ხოლო ბოლო თანრიგში მდგომი ცარიელი ადგილი შეივსო ნულით. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, ასევე შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ხდება არითმეტიკული დაძვრა მაგალითად 1 ბიტით, როდესაც ხდება რიცხვი, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მისი დაყოფა 2-ზე და შემდეგ გვაქვს უკვე წარმოდგენილი დაძვრობის სახით. და ასევე გვაქვს არითმეტიკული დაძვრა, როდესაც ხდება 1 ბიტით, ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ 2 გამრავლებულია იმ რიცხვზე, რომელიც წარმოდგენილი იყო არითმეტიკული დაძვრის დროს. ეხლა განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, უკვე როდესაც გვინდა ვაჩვენოთ, როგორ ხდება დაძვრის ოპერაციები ჰარდვერში, ანუ ტექნიკური უზრუნველყოფის შიგნით. იმისათვის, რომ დაძვრის ოპერაციები განვიხილოთ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ასეთი მოწყობილობა თუ ელემენტი, სწორედ ეს არის ცილინდრული დამძვრელი, რომელიც შედგება მულტიპლექსორებისგან და ხედავთ, რომ ამ მულტიპლექსორებს აქვს თავიანთი შესასვლელები და თავიანთი გამოსასვლელები. აქვს სიგნალი, ეს სიგნალი, რომელიც განსაზღვრავს მულტიპლექსორის რომელი შესასვლელი მუშაობს, 0 მუშაობს თუ 1 და შესაბამისად აქვს გამოსასვლელები D0-დან D1-მდე. ხედავთ, რომ პირველი მულტიპლექსორის შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა დაძვრის ოპერაციას,
წითელი ფერით არის მოცემული ეს დაძვრის ბიტები, ხედავთ რომ ის გადაინაცვლებს და იქნება მეორე მულტიპლექსორისთვის ერთიანი შესასვლელი. მეორე შემთხვევაში მეორე მულტიპლექსორის დროს დაძვრის ერთიანი წავიდა და გადაინაცვლა მესამე მულტიპლექსორისთვის და ასე შემდეგ ხდება ბიტების დაძვრა. აი ასეთი სახით აისახება უпростоრეთ ტექნიკური უზრუნველყოფის შიგნით. ეხლა რაც შეეხება არითმეტიკულ ოპერაციებს, კერძოდ მიმატებას, გამოკლებას, შედარებას, გამრავლებას და გამოყოფას, რომლის დროსაც ეს დაძვრის ოპერაციები ჩვენ დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში კიდევ აღსანიშნავია, რომ შემოგვაქვს ახალი ტერმინი, რომელიც არის გადამეტება, ზოგ შემთხვევაში გადავსება შეიძლება ასე ვიხმაროთ, ანუ ეს არის overflows და არსებობს გადამეტების სტატუსის მქონე ბიტი, რომელიც იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, თუ გადამეტებას ექნება ადგილი. აუცილებლად უნდა განვიხილოთ ნახევრადამჯამავი და ამჯამავი იმისათვის, რომ მოვახდინოთ ის არითმეტიკული ოპერაციები, რომლებიც ჩამოვთვალეთ წინა სლაიდზე. კერძოდ, ეხლა ნახევრადამჯამავი, რომელსაც ეს არის ელემენტი, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი და ორი გამოსასვლელი, ჭეშმარიტების ცხრილს აქვს შემდეგი სახე. თუ დააკვირდებით ჭეშმარიტების ცხრილს, მიხვდებით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე შესასვლელზე A და B შესასვლელზე მიეწოდება ერთიანი და ერთიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ადგილი აქვს გადამეტებას, ანუ გადავსებას და ერთ-ერთ გამოსასვლელზე, C0-ზე გამოდის 1. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ყველა სხვა კომბინაციას თუ შეხედავთ, ხედავთ, რომ გამოსასვლელზე, C0 გამოსასვლელზე ყოველთვის არის 0, იმიტომ რომ გადამეტებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. დანარჩენი რაც შეეხება ეს გამოსასვლელს, ჩვეულებრივ შეკრების შედეგად მიღებული შედეგი. ეხლა განვიხილოთ სრულადამჯამავი. სრულადამჯამავი იმით განსხვავდება ნახევრადამჯამავისგან, რომ მას აუცილებლად აქვს ორზე მეტი შესასვლელი და ჩვენ ამ შემთხვევაში 3 შესასვლელიანი სრულადამჯამავი გამოვსახეთ და გამოსასვლელი მასაც აქვს 2. ამ შემთხვევაში თუ დააკვირდებით ჭეშმარიტების ცხრილს, ჭეშმარიტების ცხრილში თქვენ ნახავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შესასვლელებზე ორ შესასვლელზე მაინც და რა თქმა უნდა ორზე მეტ შესასვლელზე აუცილებლად იქნება ერთიანები, იმ შემთხვევაში გადამეტების გამოსასვლელზე იქნება 1. სხვა დანარჩენ შემთხვევებში გადამეტების გამოსასვლელზე არის 0. დავუკვირდით, რომ ჩვენ აქ მოგვეცა 4 კომბინაცია ისეთი, სადაც გადამეტების შემთხვევას ჰქონდა ადგილი და გამოსასვლელზე C0 გამოსასვლელზე მივიღეთ 1. რაც შეეხება ეს გამოსასვლელს, აქაც იგივე შემთხვევაა, მხოლოდ შეკრების შედეგად მიღებული ერთიანები იქნება ამ გამოსასვლელებზე.